მეკრე რაც გინდა ქენი კი ბატონო კარგი აზრია თუ ვინმეს მიგიწვდება ხელი გადაეცით ოპოზიციას და ალბათ რაღაც რეზოლუციას შესრულება ვერ შესრულება რეკლამა ჩვენს ეთერში რეკლამის შემდგომ გავაგრძელებთ საუბარს ბაგროგია კალონანა პრინციპში მეტნაკლებად ამოვწურებს თემა ტელეკომპანია იმეძგასემო ერთი და მთავარი დარჩა ჩემის აზრით გაურკვეველი საწმიდის პლატოსი და სახელმწიფო ცირკი ერქვა თავის დროზე რომელიც ბატონმა ბადენ თავის დროზე ხელმოქმედებისთვის აიღო და იქ სიმბოლური ფაქტი იყო მე დამყავდა ჩემ ბავშვს იქიდან მოყვა ლარი და ორი ლარი ღირდა ბილეთი და ისიც მერიამ რაღაცა მანქანებით დაიბეძე ესე ვთქვათ კონფისკაცია გაუკეთა აი ამ მიმართებით უფრო სულად არის საქმე თუ კი ბატონის სოსო მავიწება ეს გვარი კაკიაშვილი ხო კაცუკი სოსო კაკიაშვილთან გაქვს იურიდიულად სადაო და რაღაცა მანქანებით ალბათ მოახდენს ზემოქმედება და აიძულებს ამ კაცს დააბრუნოს კონე და აქ კაცების სულად არის ეს საქმე აქ ჩარეული არის მერია სუბიექტი სადაო ფარე დაფიქსირებულია მერია რომელმაც აი ამ ლინკთან დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის მოტივით ჩამოართვა ბადის ოჯახს ეს დაწესებულება. აქაც არის ორი ასპექტი ყველა საკითხის მას შორის ამასაც. აქ არის სამართლებრივი მხარე და აქ არის მორალური ზნეობრივი მხარე. ხო, რაც შეეხება მორალურ მხარეს, გასაგებია ყველა ვიცით თუ რა ინვესტიცია რა სული და გული იქნა ჩადებული ყველაფერში და თუ ადრე ეს პროექტი ვერ დაასრულა ეს არ იყო მისი მიზეზით გამოწვეული ხო ჩვენ ვიცით რომ ეს რა პერიოდში ხდებოდა ეს ყველაფერი ფორს-მაჟორში ვითარდებოდა დღეს ეს ფორს-მაჟორი არ არსებობს შესაბამისად თუ ოჯახს აქვს ამის სურვილი მე ძალიან მიგვიყვარს პირდაპირ გეტყვით იმიტომ რომ ეს არ არის ბიზნეს პროექტი ეს არის სოციალური პროექტი მაგრამ ოჯახს რადგან აქვს ამის სურვილი ოჯახს უნდა მიეცეს ამის დამთავრების და საზოგადოებას უნდა მიეცეს ამ აქტივით სარგებლობის უფლება ეს რაც შეეხება სამართლებრივ საკითხს აქაც ეხა სამართლებრივ საკითხებზე ესეთ გადაცემებში არ უნდა საუბრობდნენ საერთოდ მაგრამ ნუ იყო ვადა მიცემული საიჯარო თანხის გადახდაზე და ამ ვადაზე ადრე მოხდა იქ შესვლა სპეცნაზის თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ჩვენ ეხა ესეთი რაღაცები საქართველოში არ გვიგვრის თორემ ისე აქ სამართლებრივი საფუძველიც არის დაბრუნების ელემენტარულად ესე ვთქვათ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მაგრამ ჯობია რომ ამ სამართლებრივამდე არ მივიდეს მოხდეს ელემენტარული სამართლიანობის აღდგენა ეს ძალიან მარტივად ხდება და ამით დამთავრდეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, ვისაც დღეს მისცეს ხო, ვისაც გადასცეს, მასაც ძალიან დიდი სურვილი ამის აღების არ ქონდა. ესეც ნუ რაღაც მექანიზმები და რაღაც მანქანები ხდება, თორე არ ამგონია რომ ის კომპანია, რომელსაც ახლა ის გადაეცა ძალიან უცნაურად, ხო? იმ კომპანიამ ახლა ძალიან იბრძოლოს ამის გამო, ხო? ის მე მგონი პირიქით მადლობელი იქნება თუ მოხდება ოჯახისთვის დათმობა, ოჯახისთვის ამ აქტივის დაბრუნება და იქ არის უზარმაზარი ინვესტიციები თუ ესეთი არ მოხდა, ხო, ნუ ჯერ ესეთი ეს იქნება ძალიან სერიოზული დავის საგანი და მე ვფიქრობ რომ მე არ ვიცნობ ახლა ამის სამართლებრივ მხარეს, მაგრამ იქნება ძალიან სერიოზული ფინანსური კომპენსაციის საფუძველი შეიძლება გახდეს და აჯობია რომ სხვანაირად წავიდეს ეს ყველაფერი ხო რატო უნდა ვითარდებოდეს ყველაფერი კონფრონტაციულად არის საკითხები რომელზეც შეეძლებელია შეთანხმება საზოგადოების სამართლიანობის და თუნდაც ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე ხა ცირკი საერთოდ გაუგებარი საკითხია ეხლა თქვენ სიუჟეტში ერთ-ერთი ძო რომელიც დავიწყებული მყავდა საკრებულოს თავმჯდომარეს უყურებდი რომელიც რაღაც ცირკი და ჩვენება საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება თბილისის ცირკივე ამბობდა ხო ეხლა რომელ საერთაშორისო სტანდარტზე საუბრობდა მე არ ვიცი მაგრამ თბილისის ცირკი იმ პერიოდში ხო იყო უნდა თქვის სოციალური პროექტი ხო თავისი ჯიბიდან ადამიანს ჩამოყავდა თავისი ჯიბით აფინანსებდა ჯიბიდან აფინანსებდა ამას ყველაფერს დაყავდა უდოდმამო ბავშვები ავადმყოფები წმინდა თქვის სოციალური პროექტი როდესაც ესეთი ტიპის ხელმოქმედებაზე აი ესეთ პასუხს მიიღეთ რაც ახლა მოვისმინე ხო ბუნებრივია ამის შემდეგ არავის არ უნდა გაუკვირდეს რომ კაც შეიძლება გული გაუსხდეს და რაღაცა დაემართოს რა
თუმცა ეს თალკე თემაა, ამაზე მომავალში კიდევ ბევრი აგია ორი დისკუსია დამჭა და ეკალონანა ეს პრინციპში მექანიზმი გასაგებია, ესე იგი კომპანია ლინჩთან ისქოს შეგულება მერია თუ აღადგინა ჩვენი ოჯახი ვალდებულებას ისრულებს ის ყოველწლიური მოსაკრეფელი გადაიხადოს და მე როგორც მოვიცნე მე ზუსტად არა მაქვს ინფორმაცია და ეგრევე თქვენ დამიდასტუროთ. ის დარჩენილ სამუშაოებს ჩვენი ოჯახი გაიღებს და ჩვენი ოჯახი იღებს ამას რომ დარჩენილ სამუშაოებსაც დაასრულებს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დაგვიბრუნდება რა თქმა უნდა არენდაც გადახდილი იქნება და კიდევ და კიდევ ვიმეორებ იმას რომ ჩვენ არც ქუჩის აქციებში ვიღებთ მონაწილეობას, არც პოლიტიკაში არ შევდივართ, არანაირი პოლიტიკისთვის ჩვენ არც ერთი და არც მეორე ობიექტი არ გჭირდება, ჩვენ გჭირდება ეს ობიექტი ნამდვილად თქვენ სწორედ განეს რომ ეს არის ორივე სოციალური პროექტი და უსაყვარლესი პროექტები ვადრისი. თითოეული ხე და თითოეული ბუჩქი ზეპირად იცოდა და არანაკლები წვლილი მიუძღვის ინას თითოეული ყვავილის აყვავებაში და მიწოდებაში ამ ყველაფრის და აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა რომ დავიბრუნოთ ეს ორივე პროექტი და ამიტომ ჩვენი სურვილია რომ ხო იმიტომ კი არა რომ მხოლოდ ოჯახს დაუბრუნდეს, არა ოჯახს დაუბრუნდეს იმიტომ რომ საქართველოს გამოიყენოს ეს თქვენი ოფიციალური განცხადებაა და ახლა მივიჩნევთ, თუ კი სასამართლო ძალების გარეშე მოხდება მერიასა და კომპანიები იმ შორის ეს ეთანხმება, კალბატონი ნანა ოჯახის სახელით სცირდება ხელისუფლებას, რომ პროექტს აასრულებს, ბოლომდე მიიღოს და რაც თავარია, მიკვირს აიგია არა ვარ ჩვენ აი მიჩვეული იმას, რაც სავალდებულო არის. ხელისუფლება უნდა იყოს გარანტი მომხმარების უფლების დაცვის. ეს ფაქტი არის საერთოდ სახალხო საკუთრება. მათთვის ასე ვთქვათ, უფლებით იყო გადაცემული 50 საფეხით და ვალდებული იყო ლინქსი, რომ მოსახლეობის კარი გაეღო და მომსახურებოდა მას. მე ვიცი, სიმბოლური ფაქტი იყო დაწესებული. სწორედ ამიტომ იყო ფერადთან ეს სოციალური პროექტი იყო ქალაქისათვის და ადამიანები შეჩვეული იყვნენ. ეს იყო აი რაღაც უპირობო რეფლექსიით მე მახსოვს 15 წლის წინ სიგრილე იყო იქ შედარებით ვიდეს გვიში კოპაში ხეივაში გადიოდა ბავშვი ბოტანიკურ ბავშვს ხალხი და როდესაც ძალიან დასწრებოდა მთელი თბილისი ადიოდა ბავშვობა იქმა გატარებული და ყველას და ჩვენი უფლებებიც უნდა გაითვალისწინოს მერიამ თუ კი საერთოდ უნებრივია ეს თბილისის ინტერესებშია. თბილისი იგივე ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს რომ ესეთი ობიექტი ხო იყოს სამეცნიერო ეხლა ეს ხომ მაინც არ არის პოლიტიკა. შეიძლება ვიღაცას ადამიანების სიხარული, ბავშვების სიხარული ესეც პოლიტიკა გონია მე არ მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ქვეყანა სადაც ბავშვების მხიარული ბავშვების ყურება შეიძლება იყოს პოლიტიკა. ხო თუ ესეთი რაღაცა სადმე ხდება და ეს ხდება ჩემ ქვეყანაში ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის სოციალური პროექტი, ეს არის ქალაქის სიამაყე. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ჩვენ უნდა გესმოდეს რა. ეს არის სახელმწიფო ინტერესები და ამ შემთხვევაში ამ ხელისუფლების ინტერესები რომ ესეთი ობიექტი ფუნქციონირებდეს. ეხლა თუ ის არის პრინციპული საკითხი, ლენტი ვინ უნდა გაჭერას, ხო? მე მგონი მაგაზე დალაპარაკება შეიძლება, არ არის პრობლემა. კაინაცია. საერთოდ გავუნა პადოგია დიდი მადლობა საუბრისათვის. ყოველ შემთხვევაში შეიძლება მიღწევა რაღაც შეთანხმებისა და შეიძლება სასამართლო ძალებისა და საერთაშორისო სკანდალების გარეშე ალტერნატიულად ეს პრობლემა გადაწყვეტს და მე მოხარული ვიქნები თუ აი ეს დაიძრება უკრაინელიდან 21-ში ბატონი ბატის დაბადების დღეა და მე ვფიქრობ რაღაცა შეესწრით, რაღაცა გზავნილი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ოჯახის მხარეს და დაიძრას ეს ყველაფერი პოზიტიური საკითხი. მადლობა მინდა გითხრათ ქალბატონ ნანა ჩვენთან მოგზავნებისას ბატონია. დიდი მადლობა რომ გისმენთ ბატონებო. მინდა გითხრათ რომ 15-15 დაიწყება ალეკო ელისაშვილის საავტორო გადაცემა ბარიერი, დღეს ისაუბრებს ბატონი ალეკო და მისი სტუმრები, დედაჭერელი სტუმრები ეყოლება სხვადასხვა პარტიიდან 7 ნოემბრის გარშემო. მადლობა რომ გისმენთ, კარგად გაგებოდეთ ამან.